განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზიდან ამოღებული კასრი ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა, რომელიც BBC-ს დეზინფორმაციულ ფილმში გაჟღერებულ მძიმე ბრალდებებს წერტილს უსვამს. სწორედ მასში მოთავსებული ქიმიური ფხვნილის ექსპერტიზით დადგინდა, რომ გასული წლის დეკემბრის აქციების დროს გამოყენებული ქიმიური ნივთიერება მომწამლელი არ არის. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის განცხადებით, ქლორობენზილიდის მალონონიტრილის საერთაშორისო ტრანსპორტირების კოდით N3429 და მისი გამხსნელი კოდით N1710 შინაგან საქმეთა სამინისტრომ ებრაული კომპანიიდან 2007-9 წლებში შეიძინა. საგულისხმოა, რომ სწორედ აღნიშნულ კოდებზეა საუბარი BBC-ს სიცრუეზე აგებულ რეპორტაჟში, რომელიც საქართველოში სპეკულაციების მიზეზად იქცა. ქიმიური ფხვნილი, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეძენილი აქვს და წლების განმავლობაში მიმდინარე აქციების დროს საჭიროებიდან გამომდინარე გამოიყენებოდა მასების მართვისთვის, არის ქლორობენზილიდის მალონონიტრილი. აღნიშნული ნივთიერება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შეძენილია ებრაული კომპანიიდან 2007 წლის 17 დეკემბერს და 2009 წლის 27 მარტს გამხსნელ ნივთიერება ქლოროტრიქლორეთილენთან ერთად. მას ტრანსპორტირებისას მინიჭებული ჰქონდა საერთაშორისო გადაზიდის კოდი UN 9439, ხოლო გამხსნელ სითხეს გადაზიდის კოდი UN 1710. ეს კოდები ფიქსირდება საბაჟო დოკუმენტაციაში და ყველა სხვა, მათ შორის გამოყენების შემდგომ პერიოდში შედგენილ ჩამოწერის აქტებშიც. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 2024 წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში, კერძოდ 4-5 დეკემბრის ღამით მასების მართვისთვის გამოყენებული იქნა ნივთიერება ქლორობენზილიდის მალონონიტრილი, რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ნივთიერება პრომილენ გლიკოლის ხსნარი. აღნიშნულ ნივთიერებებიდან არც ერთი არ განეკუთვნება აკრძალული ნივთიერებების კატეგორიას. N3429 და N1710 კოდების ქვეშ შემავალი ნივთიერებები, რომ აკრძალულთა კატეგორიაში არ შედის. ამის კიდევ ერთი დადასტურება ის ფაქტია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდა ქვეყანაში სხვადასხვა სააფთიაქო ქსელებს სამედიცინო დანიშნულების მიზნით შემოაქვთ. საბაჟო დეპარტამენტიდან ამოღებული დოკუმენტაციით ირკვევა, რომ 20 წლის განმავლობაში 606 ჯერ შემოიტანეს. რაც შეეხება კამიტის გამოყენების შესახებ მძიმე ბრალდებას, უკვე მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მომწამლელი ნივთიერება შსს-ს არასოდეს შეუძენია. კამიტის შესახებ ინფორმაციების გავრცელება გამოკითხვების დროს უარყვეს თავად BBC-ს რესპონდენტებმაც. რაც შეეხება ნივთიერება ბრომობენზილციანიდს, იგივე კამიტს. ასეთი ნივთიერება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასდროს შეუძენია. საქმეზე მოწმისაკით დაიკითხნენ ის ადამიანები, რომელთა ეგრეთ წოდებული დასკვნებს თუ ინფორმაციებს ეყრდნობოდა BBC-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია მომწამლელი ქიმიური ნივთიერების გამოყენების შესახებ. გამოკითხვის დროს აბსოლუტურად ყველა მათგანმა უარყო, რომ მათი ინფორმაციები თუ დასკვნები ეხებოდა მომწამლელ ქიმიურ ნივთიერება კამიტს. ეგრეთ წოდებული კვლევის ავტორთა განმარტებით ისინი ვერ დაადგენდნენ კამიტის გამოყენების ფაქტს იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ ამ მიმართულებით კვლევა არ უწარმოებიათ. გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით გამოიკითხნენ მედიცინისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებიც. ასევე ღია წყაროებიდან მოპოვებული მასალების მიხედვით საზოგადოების ინტერესის დასაკმაყოფილებლად შეგვიძლია განვმარტოთ, რომ ნივთიერება პრომობენზილციანიდის ეგრეთ წოდებული კამიტის გამოყენება ადამიანების მიმართ იწვევს უმძიმეს და ხშირ შემთხვევაში ლეტალურ შედეგსაც კი, რის გამოც ის გასული საუკუნის 30-იან წლებში აიგრძალა თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში. ამ ფონზე ნიშანდობლივია, რომ 2024 წლის 28 ნოემბრის შემდგომი დღეების განმავლობაში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროდან მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების მიერ სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანილი 54 ადამიანიდან მსუბუქი ინტოქსიკაცია აღენიშნებოდა 5 პირს, რომლებიც მეორე დღესვე გაეწერნენ სამედიცინო
კლინიკებიდან. საგამოძიებო უწყების მიერ ვერ მოხერხდა ერთადერთი მოწმის უკრაინის სპეცსამსახურებში დასაქმებული ლაშა შერგელაშვილის გამოკითხვა. ირკვევა, რომ BBC-ს დეზინფორმაციული ფილმის რესპონდენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე სხვა სისხლის სამართლის რეზონანსული საქმის ფიგურანტია. ამ საქმეზე ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა მიმდინარე წლის 4 ოქტომბრის ცნობილ მოვლენების პარალელურად. გამოძიება ინტენსიურად მუშაობს ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც უკრაინის სპეცსამსახურებში კონტრაქტით დასაქმებულმა ლაშა შერგელაშვილმა 4 ოქტომბრამდე რამდენიმე დღით ადრე შეუკვეთა ბექა ჭულუხაძეს ზემოთ აღნიშნული საბრძოლო მასალის ასაფეთქებელი ნივთიერებისა და მოწყობილობების შეძენა და გადამალვა თბილისის მახლობლად. შერგელაშვილი ამჟამად იმყოფება უკრაინაში. მიზანმიმართული დეზინფორმაცია და საქართველოს ინტერესების დაზიანება. გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე საგამოძიებო უწყება ასკვნის, რომ სწორედ აღნიშნულ მიზანს ემსახურებოდა ბრიტანული მაუწყებლის უსაფუძვლო ბრალდებები და ამ ბრალდებებით გამოწვეული აჟიოტაჟი. BBC-ს ფილმში გახმოვანებული ინფორმაციები საქართველოში ეგრეთ წოდებული ქიმიური იარაღი კამეტის მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოყენების შესახებ არის სრული და მიზანმიმართული დეზინფორმაცია და ემსახურება საქართველოს ინტერესების დაზიანებას, რაშიც სამწუხაროდ საქართველოს მოქალაქეებიც არიან ჩართულები. და BBC-ს ფილმის ავტორებთან ერთად მათი მოქმედებები ატარებს კარგად დაგეგმილ, ორგანიზებულ და კამპანიურ ხასიათს საქართველოს წინააღმდეგ კონკრეტული მტრული მიზნების მისაღწევად. 160-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება, 93 გამოკითხული მოწმე, ამოღებული დოკუმენტაციები და ქიმიური ექსპერტიზა, ვინაიდან კამიტის გამოყენების მითთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები ამოწურულია. სუსი გამოძიებას უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტს აგრძელებს.